აი ეს სიხარული ყველამ უნდა გამოცადოს იქ, როდესაც ათეულში ხვდები და ძალიან დიდი წვლილი მიიგიძღვის იმ მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაში, რაც იქ დაფასდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ ჩემი სკოლა, მე გახლავართ მეორე სვირის აკაკი წერეთლის სახელობის ნომერ 1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველება ბიოლოგიის მასწავლებელი 7 წლის განმავლობაში ჩართული ვართ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში და იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი აქტივობები დაგვიგროვდა სკოლაში და ვიცით რომ საერთოდ მსოფლიოში გარემოს დაცვა რა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ეს ეკოლოგია ჩვენი მთავარი საზრუნავია. აქედან გამომდინარე დაგვეხმარა გარემოს დაცვის და განათლების ცენტრი, მოგცა შესანიშნავი წიგნები, რომელშიც აქტივობები იყო გათვლილი და ამ აქტივობების თამდევი გავხდით ჩვენც. ჩვენ ყოველწლიურად წლების განმავლობაში ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს, ეზოს გამწვანება, სკოლის ეზოში დასუფთავება და ჩვენი სკოლა მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც იწყება აჯამეთის აღკვეთილი და ხშირად ვართ მისი სტუმარი და აჯამეთის აღკვეთილი იმითაც არის გამორჩეული, ორი სახეობის მუხა არსებობს აქ, რომელიც არსად არ არის მთელ მსოფლიოში და ამიტომ მიიღო მან აღკვეთილის სახელწოდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ მაინც მეორადი ნივთებისათვის სიცოცხლის შექმნაზე. კერძოდ კომპოსტს ვაწარმოებთ პროდუქტების, საკვები პროდუქტების ნარჩენებისაგან, რომელსაც ორგანულ სასუქად გამოვიყენებთ სკოლაში ნარგავებისათვის, ასევე სხვადასხვა პლასმასისგან ვაკეთებთ სხვადასხვა სათამაშოებს, რომელიც ახალწლოდ გვადგება და ასევე ღონისძიებებისათვის და მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე ძალიან მიმაჩნია მე ეს იყო მაკულატურის შეგროვების შედეგად, რომელშიც მთელი სოფელი თემი იყო ჩართული, ვამუშავებთ მას სკოლაში და ღებულობთ ახალ ფურცელს და ასევე მივიღეთ სხვადასხვა ფერის ფურცლები ისევ ბუნებრივი საღებავების ენდროსა და ფერაფერა საშუალებით და ალბათ ეს დაწყებითი საფეხურისათვის ამის სწავლება თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პატარაობიდანვე როცა ბავშვები უკვე შეეჩვევიან როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს, ეს აუცილებლად მოგვიტანს დიდ შედეგს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ გარესამყაროსაც ეშველება. ეს კონკურსი 2018 წლიდან ტარდება მწვანეჯილდო, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები იყვნენ ჩართული. მხოლოდ 2022 წელს დაემართა უკვე სკოლები და ზუსტად ეს იყო მიზანი ცნობიერების ამაღლება დაწყებითი საფეხურზე ბავშვებში და მასწავლებელთა წახალისება. ეს კონკურსი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, სადაც ცენტრის ხელმძღვანელები მუშაობდნენ პირველ ეტაპზე, რომ გადარჩევა მომხდარიყო ამ განაცხადების, მეორე ეტაპზე უკვე ჩაერთო სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სადაც ჟიური შეიკრიბა და თითოეულ სკოლას და თითოეულ კონკურსანტს უნდა წარგვედგინა ჩვენი ჩატარებული ღონისძიებები და ამ ჩატარების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მოვხდი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავდა და აღმოჩნდი ათეულში და 23 ივნისს შერატონში იყო დაჯილდოება, სადაც მივიღეთ საუკეთესო ათეულისა და საუკეთესო მწვანე ჯილდოს მფლობელის ძალიან ბევრი სიგელი და ფასიანი საჩუქრები. ნიკო კეცხოველის კლუბი არის, რომელიც ისევ გარემოს დაცვას ეხება. იქაც ნახევარფინალში ხვდებით სულ, მაგრამ იქ ჩატარებული აქტივობები დაგვეხმარა ჩვენ, რომ მწვანე ჯილდოზე განაცხადი გაგვეკეთებინა. ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩვენი სკოლა რეაბილიტირებული იყო და პირველ სურში ვსწავლობდით. ზუსტად აი ამ მეორადი ნარჩენებისგან ბავშვებს შევაკერინეთ თოჯინები და თოჯინების თეატრი მქონდა, რომელიც სცენაზე წარვადგინეთ და ანშლაგით დამთავრდა, ასე რომ ვთქვათ, გავიმეორეთ რამოდენიმეჯერ. შემდეგ იყო პანდემიის პერიოდში თვითონ აჯამეთის აღკვეთილში ონლაინ გაკვეთილი ჩავწერე, რადგან ბავშვებთან შეხება არ მქონდა და რა ვიცი, ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობები გახდა საფუძველი იმისა, რომ ეს დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი ნამუშევრები გაგვეცნო მთლიანად საქართველოსათვის.